კრიმინალური პოლიციის ახალი ხელმძღვანელის მიმართ დღეს სხვა ბრალდებებიც გაისმა. ბათუმის უნივერსიტეტის დარბების გარდა თამაზ ბაკურიძე დავით ბედიას ბიზნესმენებზე ზეწოლაშიც ადანაშაულებს. ყოფილი პატიმრის მტკიცებით ბედია სპეციალური ანგარიში ჰქონდა გახსნილი, სადაც ბიზნესმენებს თანხას იძულებით არ იცხენებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა. დავით ბედია 2007 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ის სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსად დანიშნეს. ის იბარებდა ბიზნესმენებს და ქონდა სპეციალურად გახსნილი ანგარიში ბანკში, სადაც მათ კანონდარღვევით აიძულებდა ჩაერიცხათ თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოხდნებოდნენ ციხეში. ასევე ის ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას და მისთვის არასასრული თანამდებობის პირებს ძალოვან სტრუქტურებში აიძულებდა უკანონოდ დაეტოვებინათ თანამდებობა. ვინც არ დატოვა, ისინი გაამწესა ციხეში, რომლებთან ერთადაც მე ვიხდიდი სასჯელს.